დღეს ვამზადებ ტოლმას ახალი ნორჩი კომბოსტოს ფოთლებში. ჩემი აზრით ეს სეზონი არის კომბოსტოს ტოლმისთვის საუკეთესო დრო. ფოთოლი რბილია, ნაზი, იდეალურია შესახვევად. გაგიზიარებ როგორ ვამზადებ მას მე, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე წუთში გავიაროთ ის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გზა, რომელიც ტოლმამ გამოიარა. ტოლმა ერთ-ერთი იმ კერძთაგანია, რომლის გარშემოც დღემდე ბევრი დავა არსებობს. ამიტომ დღეს ერთად გადავხედოთ ფაქტებს და შევეცადოთ გავცეთ პასუხი კითხვას და მაინც ვისია ტოლმა. პირველ რიგში მის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას გადავხედოთ. სიტყვა დოლმა მოდის თურქული ზმნიდან დოლმაკ, რაც ნიშნავს შევსებას. ქართულ ენაში კი ბგერითი ადაპტაციის შედეგად დამკვიდრდა როგორც ტოლმა. სომხურშიც ტოლმა არის, ირანულად ტოლმე, ბერძნულში კი დოლმადესი. თურქულ კულინარიულ ტრადიციაში დაყოფა უფრო მკაცრია. დოლმას ეძახიან შევსებულ ფარშირებულ ბოსტნეულს, ხოლო სარმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც თურქული ზმნიდან მოდის და ნიშნავს გახვევას. ფოთოლში გახვეულ შიგთავს გულისხმობს. თუმცა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ეს ზღვარი პრაქტიკულად წაიშალა და ყველა სახეობას მარტივად ტოლმას ვეძახით. ვიდეოს მომზადებისას ძიებამ სოკრატეს, პლატონის და არისტოტელეს ეპოქაში გადამისროლა. შიგთავსიანი კერძების ერთ-ერთი უძველესი წერილობითი კვალი ანტიკურ ხმელთაშუა ზღვის სამყაროში გვხვდება. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ბერძნულ წყაროებში გვხვდება კერძის სახელწოდებით თრია. ეს იყო ლეღვის ფოთოლში გახვეული სხვადასხვა შიგთავსი. ასევე მედეშებმა ანტიკურ რომშიც გავისეირნეთ. აქ უკვე აპიციუსის სახელთან დაკავშირებულ ცნობილ კულინარიულ კრებულს ხვდებით სამზარეულოს შესახებ, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა, სადაც აღწერილია ბოსტნეულისა და ფოთლის ფარშირების ტექნიკა, რომაელები აქტიურად იყენებდნენ კომბოსტოსა და პრასის ფოთლებს სხვადასხვა შიგთავსით შესავსებად. თავად მარკუს გაბიუს აპიციუსი კი იყო ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის ცნობილი რომაელი გურმანი, მისი სახელი ფუფუნებასთან და დახვეწილ სამზარეულოსთან ასოცირდებოდა. ამიტომაც მოგვიანებით შედგენილი კულინარიული კრებული სწორედ მის სახელს დაუკავშირდა და ეს კრებული არის მტკიცებულება იმისა, რომ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ანტიკურ რომში არსებობდა ფარშირებული ბოსტნეულის იდეა, რომელიც ტოლმის უძველეს ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. შუა საუკუნეებიდან კი არაბულ სპარსულ სამზარეულოში შიგთავსიანი კერძები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მე-15-16 საუკუნეებში ოსმალეთში ეს ტექნიკა იქცა ფართო ჩამოყალიბებულ კატეგორიად, რომელსაც უკვე დოლმა ეწოდება. მოკლედ, თუ ტოლმის ყველაზე ღრმა ფესვებს ვეძებთ, ის არაერთ კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ ანტიკურ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციაში უნდა ვეძებოთ. შევაჯამოთ ისტორიული მრავალსაუკუნოვანი გზა, ანტიკური საბერძნეთი, იდეის ადრეული ფორმები, ანტიკური რომი, ფარშირებული ბოსტნეულის ტექნიკის განვითარება, შუა საუკუნეების ისლამური სამყარო, სპარსეთი, არაბეთი, სადაც კერძი უფრო მრავალფეროვანი და სანელებლებით მდიდარი ხდება და ბოლოს ოსმალეთის იმპერია, სადაც დოლმა ყალიბდება როგორც კულინარიული კატეგორია და ფართოდ ვრცელდება რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც. რამდენიც არ უნდა ვიგამათოთ ვისია ტოლმა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ის ჩვენი ადამიანების გემრიელი, ნოყიერი, სასარგებლო და გულით შექმნილი კერძი, რომელსაც კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში თუ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული სიყვარულით ამზადებენ. ყველა რეგიონში მას თავისი გემო აქვს და არომატი, მაგრამ ერთ რამეს ყველგან ერთნაირად უმატებენ: სულს, გულს და სიყვარულს. და ალბათ სწორედ ეს არის მთავარი. ახლა კი გადავდივარ მომზადებაზე. ხორცის ფარშს დავამატე კარგად გარეცხილი ბრინჯი. მე უმბრინჯს ვუმატებ. წვრილად დაჭრილ ხახვს დავამატე ცოტა მარილი და კარგად მოვსრისე, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი წვენი გამოვადინო. ესეც დავამატე ფარშში. ხახვის ნაწილი წინასწარ მოვთუშე, ცოტა კარაქში და მოთუშული ხახვიც დავუმატე. ჩავახეხე ნიორი, შემდეგ მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა, შავი პილპილი და ძირა. ხმელი რეჰანიც დავამატე, ბოლოს დავამატე ცივი წყალი. ყველაფერი კარგად შევურია, ყველა ინგრედიენტი თანაბრად რომ გადანაწილდეს და შიგთავსი მზად არის. წინასწარ მოვწალე კომბოსტო. მე სეზონურად ვიყენებ ახალი კომბოსტოს ფოთლებს. ყველა ფოთოლს მოვაცილე შუა ძარღვი, შემდეგ კი შევახვიე. ერთი ფაქტიც ძალიან საინტერესოა. 2017 წელს იუნესკომ აზერბაიჯანში არსებული ტოლმის მომზადებისა და გაზიარების ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მოვლენის სწორად გაგება. აღიარება ეხება არა თავად კერძს, როგორც კონკრეტული ერის ექსკლუზიურ საკუთრებას, არამედ მომზადების კულტურასა და სოციალურ ტრადიციას, ოჯახურ შეკრებებს, რეცეპტების თაობიდან თაობაზე გადაცემასა და სტუმართმასპინძლობის იმ წესს, რომელიც ამ რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. ახლა კი დროა ავაწყო ფენები ქვაბში. ქვაბის ძირზე ჩავაფინე კომბოსტოს ფოთლები, ზევიდან მოვათავსე ერთ ფენად ტოლმა, ცოტა კარაქი, დაჭრილი უმი ხახვი, მსხვილად დაჭრილი ნიორი, კანგაცლილი ცოცხალი პომიდორი, ნაწილი კი კონსერვირებული. სულ ცოტა შაქარი, მეოთხე ჩაის ყოვზი ფაქტიურად გემოს და სიმჟავის ბალანსისთვის. ხმელი რეჰანიც დავამატე, შემდეგ კი ზუსტად იგივენაირად გავაკეთე დანარჩენი ფენები. ბოლო ფენასაც დავამატე კარაქი, მოვასხი დარჩენილი
პომიდორი, შაქარი, მარილი, დავაფარე კომბოსტოს ფოთლები და გადმობრუნებული თევზი. დავდგი დაბალ ცეცხლზე. ეს მნიშვნელოვანია, რაც უფრო დაბალ ცეცხლზე მზადდება კერძი, რაც უფრო ნელა იმატებს ტემპერატურა, უფრო კარგად იხსნება გემოები. ადუღებიდან ნელ ცეცხლზე დაახლოებით საათნახევარი რთუში. უგემრიელესი ტოლმა მზად არის. ვიცი, ყველა დიასახლის აქვს საყვარელი ნაცადი და ძალიან გემრიელი ტოლმის რეცეპტი, მაგრამ მთელი გულით გირჩევ, ასე ერთხელ მაინც მოამზადო, თანაც თუ სახლში გამომცხვარი ჩაბატაც იქნება, შეპიწყინებული ნივრიანი და კარაქიანი კამით თითებს ჩაიგვნეთ, ისეთი გემრიელია. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.